სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად ვინ და ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობა უნდა გქონდეს როგორც გონიერ არსებებს და თავისუფალ არსებებს ყოველთვის ჩვენ ღვთის მაძიებლობით უნდა ვცხოვრობდეთ ღვთის მაძიებლობით ვიმყოფებოდეთ მუდამ სულ მუდამ უნდა ვლამობდეთ ზრუნავდეთ ვიღწოდეთ და ყველაფერს ამისთვის უნდა ვაკეთებდით რომ ღმერთს შევხვდეთ ყველა პირობა იმისათვის რომ ჩვენ ცხოვრებაში მოხდეს ეს ჩვენ გვაქვს ყველა პირობაში გულისხმობ სისავსე სრული შესაძლებლობისა რომ ჩვენ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ეს მოხდეს სწორედ ამიტომ მოვიდა ადამიანად სამყაროს შემოქმედი სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენერი ბუნება რომ სწორედ ეს მომხდარიყო ამიტომ მოგცა თავისუფლება ამიტომ მოგცა გონიერება რომ აი ეს მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში რომ ჩვენ მას შევხვდეთ თუ ადამიანი ცხოვრების საზრისი რომელიც უნდა იყოს რომელმაც უნდა აღავსოს მთელი ჩვენი ყოფიერება ფიზიოლოგიის ჩათვლით ხა მარხვა იწყება ხა იციან ხოლმე ეს კლავეს ან ზედმეტად გონივრულობით მოძდით ხო ხშირად ადამიანებს ეს ხა მარხვის პერიოდია რა მნიშვნელობა აქვს ღმერთისთვის რა მნიშვნელობა აქვს რა შეჭამ როგორ შეჭამ ყველაფერი ფიზიოლოგიის ჩათვლით უნდა იყოს კონცენტრირებული აი ამ მიზანზე რომ ღმერთს შევხვდეთ ამას კიდევ ვიმეორებ ჩვენ არაფერი არ უნდა გამოვიგონოთ და არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ ყველაფერი გამოცხადებით გვაქვს მოცემული პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს რომ ადიდეთ ღმერთი ხორცითა მაგითა თქვენით და აი ეს კონცენტრირება ღვთის მაძიებლობაზე ჩვენი ცხოვრების საზრისი უნდა იყოს თუ ჩვენ ვართ ქრისტიანები ხოლო თუ ამაზე ჩვენ ვარს ვიტყვით ეს რაც არ ნიშნავს იმას რომ პასუხისგებლობას გავექცევით ან ქრისტიანობაზე უარს ვამბობ და სულიერ ცხოვრებაზე და შესაბამისად რაღაც ყოფიერებაში რამე შეიცვლება არ შეიცვლება არაფერი ღმერთი ისევ დარჩება და იქნება მარადიულად ჩვენ კვლავ თავისუფლებისა და გონიერების მატარებელი პიროვნული არსებები ვიქნებით შესაბამისი პასუხისგებლობით ანუ თუ ჩვენ უარს ვიტყვით აი ამ ჩვენ საქმეზე და მისიაზე არაფერი არ შეიცვლება გარდა ჩვენი ხვედრისა მხოლოდ ჩვენი ხვედრი შეიცვლება სამწუხაროდ უარესობისკენ და სხვა არაფერი არ შეიცვლება ეს არის ობიექტური მოცემულობა ეს არის სინამდვილე როგორც არ უნდა არ მინდოდეს პასუხისგებლობიდან გამომდინარე რომ ღმერთი არ იყოს ღმერთი მაინც იქნება გესმით აი ეს არის მოცემულობა აი აქ უკვე ჩემი გონიერება და თავისუფლება შერწყმული არის მორჩილებასთან რამე თუ საღვთო განგებულებით არის ის რაც არის რომლის შეცვლა არავის არ შეუძლია და არ ძალუს ქრისტიანებს არც უნდათ ამის შეცვლა იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ეს გვაბედნიერებს რომ ყოფიერება სწორედ ასეთია და არა სხვანაირი მაგრამ ეს პასუხისგებლობა რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი თავისუფლებიდან და გონიერებიდან გამომდინარე ჩვენს ხვედრს სხვადასხვანაირ მიმართულებას აძლევს პირველი და ყველაზე მთავარი ის რაც არის რომელიც უნდა ვიცოდეთ არის ის რომ ღმერთს ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდა და მხოლოდ იმისთვის შეგვქმნა რომ ჩვენი ხვედრი როგორც თავისუფალი და გონიერი არსებისათვის იყოს გონება მიუწვდომელი სიხარული გონება მიუწვდომელი სიცოცხლე გონება მიუწვდომელი სიყვარული გონება მიუწვდომელი ბედნიერება აი დღესაც საშინელი სამჯეროს ხსენება იცით ხო დიდ მარხვას ვახლოვდებით და ფაქტობრივად ერთი კვირა რჩება უკვე დიდ მარხვის დაწყებამდე და
დღეს არის საშინელი სამჯაროს ხსენება. იგი არ არის საშინელი თავისთავად, ობიექტურად, ის სუბიექტურად შეიძლება გახდეს ჩვენთვის საშინელი. თუ ჩვენ არ მივალთ იქამდე ისე როგორც უნდა მივიდეთ და გახსოვთ, რას ამბობს უფალი, რას ეუბნება იმათ, ვინ ცხონდება. მაშინ რქვას მეუფემან მარჯვენით მათ მისსა, ეს გახსოვთ ეს იგავური სიუჟეტი, ცხოვრები და თიკნები, რას ეუბნება ცხონებულებს. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და რა, დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი როდიდან დასაბამიდან სოფლისად. ანუ სანამ მთვარე, მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ატომები, ელექტრონები, მთელი ეს მატერია, სივრცე, დრო შეიქმნებოდა დასაბამიდან, სანამ შეიქმნებოდა თქვენთვის და ანუ ქრისტიანებისათვის, ჩვენთვის უკვე გამზადებულია სასუფეველი. კითხვა ჩდება, რანაირად არის გამზადებული, ჯერ არაფერი არ შეუქმნია ღმერთს და გამზადებული როგორ არის? გამზადებული არის იმით, რომ სასუფეველი თავად ღმერთია. ანუ ჩვენ ღმერთში ცხოვრებისათვის ღვთისშვილის სტატუსით, ხო, აი ღმერთში ცხოვრებისათვის შეგუქმნა ღმერთმა ქმნილება. დანარჩენი ეს სამყარო რა საჭიროა? ეს სამყარო საჭიროა იმისათვის, თავის კანონზომიერებით, თავის შვენიერებით, თავისი როგორც საღვთო ქმნილების შესაბამისი დიდებულებით, რომ შენ გაგიოლოს თავისუფალი არჩევანის გონიერი და თავისუფალი არჩევანის გაკეთება. გონიერი და თავისუფალი არჩევანის გაკეთება. პავლე მოციქული ამას ხაზგასმით ამბობს რომელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს სამყარო იმიტომ არის, რომ შენ გაგიოლდეს არჩევანის გაკეთება და თუ შეგეშლება, უცებ არ დაიღუპო. აი როგორც ანგელოზი შეეშალა და უცებ დაიღუპო. შეეშალა მისი არჩევანი გააკეთა, სინანულის, ანუ მეტამორფოზის შესაძლებლობა ანგელოს არ აქვს. მატერიაში ყოფობა, როგორც მატერიალური ქმნილებაც, ჩვენ მატერიალური ქმნილებაც ვართ, ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუ რაღაცა ვერ მიხვდებით შეგვეშლება, გამოსწორების შესაძლებლობა გვეძლება და პლუს კიდევ ვიმეორებ, ამ დიდებული სამყაროს ხილვით და დაკვირვებით ჩვენ გვიოლდება ესე იგი სწორი არჩევანის გაკეთება. ამიტომ, მაგრამ ის რაც ჩვენთვის არის გამზადებული, ის გამზადებული დასაბამიდან, ანუ ღმერთი მხოლოდ იმიტომ ქმნის ამ სამყაროს, რომ გაჩენილიყავი შენ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იცხოვრო თავად ღვთისწიაღში. ანუ სასუფეველი, რომელიც ღმერთის სამეფო ესე ვთქვა. ხოლო რაც შეეხება იმას, ვინც იღუპება და ვიღაცები დაიღუპებიან. და ჩვენს უნდა გვეშინოდეს, აბა ხა მე ვიცი დავიღუპები თუ გადავრჩები. ხო, იმიტომ რომ თუ ღმერთის სიყვარული ეს მწამს, მე კი არ მწამს, აშკარად ვიცი მე რაც ოდვილი ვარ. გესმით რა შეასაკა. ამიტომ შიში გვიპყრობდეს უნდა მუდამ, ღვთის შიში ეს არის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა და ენერგია, რომ ჩვენ ვიღვაწოთ უფლის ერთგულებისთვის, რომ უფლის მაძიებლობისთვის, რომ არ გავჩერდეთ ერთ ადგილას, რომ არ ვიყოთ სტატიკურ მდგომარეობაში. თორე დაღუპულები იარსებებენ და აი დაღუპულებზე ნახეთ როგორ ამბობს, მაშინ რქვას მარცხენით მათცა წარვედით ჩემგან წყეულნო. ახლა ღმერთი არის სიყვარული და დაღუპულს ეუნება წყეულს. და რატო? ფაქტის კონსტატირება ხდება. გესმის, ფაქტის კონსტატირება ხდება. ეს არის საშინელება, ანუ დაღუპული ადამიანი ეშმაკს ემსგავსებს. გესმით? და ხშირად გვითქვავს ჩვენ, რომ როდესაც ჩვენ ღვთის ნების უგულებელს ყოფილნი ვართ, საკუთარი ნების, რომელიც წილნაყარია ეშმაკის ნებასთან, საკუთარი ნების რეალიზებას ვახდენთ ღვთის ნების უგულებელს ყოფილნი და თან გვწამს, ეს კიდევ უფრო საშინელია. ანუ ადამიანს, რომელსაც წამს, რომ ქრისტე ღმერთია და მაინც თავის ნებით ცხოვრობს, ის ეშმაკს ემსგავსებს. ეშმაკი არის ზუსტად ესეთი. ჩვენ უფრო გავართ ამ დროს ეშმაკს, ვიდრე ურწმუნო. და ურწმუნო არის ის, რომ ქრისტე ღმერთია
და არის ის ზოგს შეიძლება თლად ღმერთი რო არსებობს ესეც არის ის. ეგ რა თქმა უნდა მისი ბრალია, მაგრამ რაღაცა ვერ მივიდა იქამდე და პასუხისგებლობაც ნაკლები აქვს. ეშმაკი ესეთი არ არის. ამას წმინდა წერილი პირდაპირ გვეუბნება, ეშმაკმა იცის რომ არის ღმერთი და ეშინია კიდევაც მისი. და აი როცა ვიცი რომ არის ღმერთი, ამით უმეტეს ქრისტე რო ღმერთია ეს რო ვიცი და მაინც ჩემი ნებით ცხოვრობ, ესეთია ზუსტად ეშმაკი. ეშმაკმა იცის ყველაფერი და თავისი ნებით ცხოვრობს. გესმით რა საშინელებაა მორწმუნის ეკლესიაში მყოფი ადამიანის მდგომარეობა თუ ის ღვთისნებით არ ცხოვრობს. ადრე ბერჯოლ გვითქვავს და ეხლა გავიმეორებ რომ როცა ადამიანი მოწოდებულია და ღმერთის მიერ, ანუ და ეკლესიაში ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს და თუ რჩეულობას მოწოდებული ბევრია და რჩეული ცოტაა როცა ამბობს უფალი. მოწოდებული თუ რჩეულობას ვერ მისწვდა, ის უარესი ხდება ვიდრე მოწოდებულობამდე რომ იყო იმაზე უარესი ხდება. ანუ ადამიანი შეიძლება ეკლესიაში შემოვიდეს და გახდეს უარესი ვიდრე ეკლესიურობამდე იყო. რანაირად ადამიანი იკითხავს კაცო? იგინებოდა, აღარ იგინება, ეწეოდა, აღარ ეწეოდა, ასე შვებოდა, აღარ შვება. სამაგრად ფარისეველი გახდა. ის არის დემონური მდგომარეობა. და აღარ გითხარით. იცის რომ ქრისტე ღმერთია, მაინც საკუთარი ნებით ცხოვრობს, ესე იგი ეშმაკს ემსგავსება ადამიანი. გესმით, აი ეს გამოწვევაა ჩვენთვის რა. ხო გვიხარია რომ აქ ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ რომ აქ მოსვლა თამაში არ არის. შეიძლება ძალიან გინდა რომ სამშობლოს დამცველი გმირი იყო. მაგრამ თუ შენ სიქველე, სიმამაცისა და ერთგულებისა და თავგანწირისა არ აქვს, ჯობი არ წახვიდე ომში საომრად და ლაჩრად არ გადაიქცე, დეზერტირად არ გადაიქცე. გესმით? პირიქით, თუ შენ იქ წახვალ, უნდა ბოლომდე დაიხარჯო, რომ გმირად იქცე, თუ არა, მაშინ წასვლას აზრი არ აქვს. აქ თუ შემოხვედი გმირი უნდა იყო, თუ აქ გმირად არ იქეცი, აზრი არ აქვს აქ ყოფნის. ხო და აი, აქ ესეთი დიაგნოზია წარმედით შემგან წყეულნო ცეცხლსამას საუკუნესა და ნუ ეხლა აი ეს არის უფლის სიტყვები საუკუნო ცეცხლი მსჯელობენ იცი რა ჯოჯოხეთის ცეცხლი არ არის მარადიული გეგონება უკვე იქ იყვნენ ყველაფერი ნახეს და უკან წამოვიდნენ მაშინ როდესაც გამოცხადებით წერია ცეცხლსამას საუკუნეს წადი ახლა და იმსჯელე არის თუ არა მარადიული როცა გიწერია რომ არის მარადიული მათ საშიშროებას უკადის ყველაფერს ებრძვიან აბსოლუტურად ამიტომ არ მოგატყუოთ იმიტომ რომ ეს ვრცელდება ხო ინტერნეტში იწყებენ მსჯელობას ისეთ რამეზე იწყებენ მსჯელობას რაც ჩვენი ლოგიკის მიღმაა ხშირად იცი ახლა მსჯელობა ევქარისტიული საიდუმლოს ბუნებაზე როგორ არის პური და ღვინო როგორ ხდება ხორცი და სისხლი და იწყებენ მსჯელობას როგორ შეიძლება ლოგიკამ იქ იმუშაოს სადაც ლოგიკა საერთოდ არაფერი არ ესაქმე გესმით რა შეასაქმე ეს არის რაღაცები ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას არის რაღაცები რასაც ჩვენი გონება ვერ სწვდება ლოგიკას თავისი საზღვრები აქვს ხო თავისი ეს არის ინსტრუმენტი რომელიც ყველაფერს ვერ გაზომავს შტანგენფარგალი და სახაზავით საზომის საშუალებით ღმერთს ვერ გაზომავს შეუძლებელია შეუსაბამოა ასეთი ფიქრი და აზროვნება და ესე იგი წყეულნო ცეცხლსამას საუკუნესა რომელიც გამზადებულ არის ეშმაკთათვის და ანგელოსთა მისთათვის ანუ ღმერთ ჯოჯოხეთი ჩვენთვის არ შეუქმნია მაგრამ შეიძლება აღმოჩნდე იქ ის ეშმაკისთვის არის შექმნილი განსხვავებით სასუფევლისა რომელიც ჩვენთვის არის შექმნილი და აი როცა ეს რეალობა იცი მორწმუნე გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა ხო ეს წავიკითხეთ წმინდა წერილიდან კვლავ უფრო მეტად და მეტად შენთვის აქტუალური უნდა გახდეს ღმერთთან შეხვედრა რასაც რითაც დავიწყეთ საუბარი ანუ მე ვარ აქ კი არა ზოგადად დედამიწაზე ვარ იმიტომ რომ შევხვდე ღმერთს სანამ ხორცში ვარ რომ როცა გარდავიცვლები აღმოჩნდე მარჯვენით მამისა და არა მარცხენით მამის გესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ სანამ ხორცში ვარ მანამდე და შეხვედრა ღმერთთან ნიშნავს თავისთავად უკვე ნიშნავს მე ქრისტეს გონებით ქრისტეს ზრახვებით და ქრისტეს სულით ცხოვრობ უკვე ამ სოფელში
და რა თქმა უნდა მოწყალეც ვარ, იმიტომ რომ ქრისტე მოწყალია. რა თქმა უნდა ქრისტეს თვალებით ვიყურებ, იმიტომ რომ ქრისტეს გონება და ქრისტეს სული მაქვს და ქრისტეს მსგავსი აზროვნება მაქვს. ეს ყველაფერი გამოცხადებით გვიცით, ხო? უნდა ქრისტეს გონება გქონდეს, ქრისტეს სული გქონდეს, ქრისტეს აზროვნება უნდა გქონდეს. ამას პავლე მოციქულის ჩამოთვლის გვეუბნება, გვესაუბრება. რა თქმა უნდა, თუ ქრისტეს შევხვდი და ის ჩემ გულში შემოვიდა, მაშინ გაჭირებული შემეცოდება, პატიმარით შემეცოდება და ყველაფერი რა ჩამოთვლია, იმიტომ რომ ქრისტეს თვალებით ვიყურებ. და თუ ღმერთს არ შევხვდი, ამიტომ უნდა მოვასწროთ სანამ ცოცხლები ვართ. და აი დღეს იცით ხო მირქმის დღესასწაული ამავე დროს და მართალი სვიმეონი ხო ეს ხო მხოლოდ ის არ არის რომ მოხდა და მორჩა, ის ხო ჩემთვის სამაგალითოდ მომეცა, რაც დაიწერა ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერაო პავლე მოციქული ამბობს წმინდა წერილიზე, ეს ჩემთვის სამაგალითოა სიმონ მირქმელი. ეს მე სიუჟეტი იცით, ეხლა ხო არ მოვყვები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმისთვის, რომ ღმერთს შეხვედროდა. მას ჰქონდა გამოცხადება, უნდა შეხვედროდა განკაცებულ ღმერთს. ჩვენ არა გვაქვს ეს გამოცხადება მოცემული. ჩვენ არ ვიცით, რომ აი გაიხსენეთ წმინდა წერილში, ყოველი ადამიანის გულში ვდგევარ და ვრეკ ეგების ვიღაცა მისმინოს. არ არის ეს გამოცხადება. ანუ ესე იგი მე გამოცხადებით ვიცი, რომ უფალი ელოდება ჩემთან შეხვედრას. აი, არა ვარ მართალი სვიმეონის მდგომარეობაში. როდის ელოდება? სანამ ცოცხალი ვარ. გესმით? სანამ ცოცხალი ვარ. და მართალი სვიმეონის მდგომარეობა რა არის? მისი ცხოვრება მთლიანად კონცენტრირებულია ქრისტეზე. ის რომ დადიოდა, წარმოგიდგენთ იერუსალიმის ქუჩაში რომ დადიოდა, ხო წარმოგიდგენიათ, ხა მისი ცნობიერება როგორი იყო. ხედავს ადამიანებს, უყვარს თავის სამშობლო, ეს მერე ჩანს კიდევაც ყველაფერი, მაგრამ ის იქ არ არის. ის მთელი არსებით არის ქრისტეზე კონცენტრირებული. ხედავს, ყველაფერს ესმის, ყველაფერს განიცდის, აღიქვავს, მაგრამ მის გულში არაფერი არ არის გარდა იესო ქრისტესი, გარდა ღმერთისა, რომელსაც ეძებს, რომელთან შეხვედრასაც ის ესწრაფის. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, აქ გააქვს და თითქოს არა გააქვს, ხარ, მაგრამ არა ხარ. ესე ცხოვრობს ქრისტიანი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ მართალი სვიმეონის მდგომარეობაში ვართ. ვიღაცა იტყვის, ახლა ის ამ ხელა იყო ასაკით და ასაკი რა შუაშია გარდაცვალებასთან. არაფერ შუაში არ არის. ანუ ნახეთ, ის უნდა გარდაიცვალოს გარანტირებულად მალე, იმიტომ რომ ასაკოვანია პირიქით ენატრება უკვე ძალიან მოხუცია და უკვე დაიღალა, გესმით, მაგრამ მეორე მხრივ არ გარდაიცვლება სანამ არ შეხვდება, წყალობაა ეს ღმერთისა. ჩვენთანაც ესე უნდა იყოს. ღმერთი ხო ჩვენზე ზრუნავს, ჩვენ სანამ გარდავიცვლებით, მანამდე უნდა შევხვდეთ. გესმით, მანამდე და რადგან არ ვიცი როდის უნდა გარდავიცვალო, ამიტომ მართალი სვიმეონივით უნდა დავდიოდი ამ სოფელში. დავდივარ და ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი დროებითია, ჩემი სხეულის ჩათვლით, ჩემი ინტერესების ჩათვლით, ჩემი გეგმების ჩათვლით, ჩემი მისწრაფებების, ჩემი ნიჭიერებების, ჩემი ამბიციების, არაფერი აღარ დარჩება, გარდაცვალებისთანავე ეს ყველაფერი გაქრება და სანამ ეს მოხდება, მართალი სვიმეონივით უნდა ვიყურებოდე. და თან უწყებულ სულისა მიერ წმინდისა. რა, უწყებული სული წმინდა ღმერთი ჩვენგან შორს არის, განა ის ჩვენი მასწავლებელი არ არის, განა ის ჩვენ არ აქ რო დგავართ, რატო დგავართ, განა ის ჩვენ გულს არ ეხება პერიოდულად, განა ის ჩვენ არ გვახარებს, განა ის ჩვენ მოტივაციას არ გვიჩენს, რომ ღმერთი ვეძებოთ. გესმით, სულ ხდება ეს, განა ის არ გვაგებინებს წმინდა წერილის სიტყვებს, როგორიც ის არის სინამდვილეში და რწმენა გვაქვს, ყველაფერი ხომ მისგან არის. და აი ეს არაიხილოს სიკვდილი ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისა, ეს ჩვენი სანუკვარი მდგომარეობა უნდა იყოს. ღმერთო, ნუ მაჩვენებ ჩემ სიკვდილს სანამ შენ არ გიხილ. და რადგან არ ვიცი მე როდის გავდივარ, ამიტომ მთლიანად მობილიზებული უნდა ვიყო შენს ხილვაზე და შენს ძიებაზე. ესე ცხოვრობდეს უნდა ქრისტიანი. და გახსოვთ ხო ეს როგორ შეხვდება მიიქვალა მკლავთა ზედა, ესე გულს ჩაიხუტა. აკურთხევდა ღმერთს და თქვა, ას განუტევე მონაიშენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით. დიახად, ქრისტეს რო შეხვდები იმ შეხვედრით, რომელიც მთლიანად შენ არსებას დაატკბობს, გონება მიუწვდომელად გააბედნიერებს
რა თქმა უნდა მე პავლე მოციქულივით იტყვის რომ მე მირჩევნია გავიდე და ვიყო უფალთან როგორც პავლე მოციქული ახალგაზრდა იყო და ერჩივნა წასულ სიმეონთან შედარებით ეს მდგომარეობა მოვა მაგრამ რა თქმა უნდა ამას ჩვენ არავინ გვეკითხება იმ დროს გაგვიყვანს როცა გაგვიყვანს პავლე მოციქული ქვია ამბობს რომ კი მე მინდა მაგრამ უფალი მტოვებს იმიტომ რომ აქ საჭირო ვარ აქ ადამიანს რაღაც გარკვეული მისიები აქვს ეს ღვთის განგებულებაა ეს ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით მაგრამ ფაქტი ერთია რომ ჩვენ ახეთკენ უნდა მივისწრაფოდეთ რომ ეს გვინდოდეს და თუ ეს მოხდება და ამერწმუნეთ რომ სიკვდილის არათუ შეგვეშინდება იგი გახდება მოსაძიებელი ჩვენთვის რატომ აქვს სიმონ რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება ანუ შენი მაცოცხლებელი უმწორვალესი გამოცხადება ძალა ვიხილე რომელიც ადამიანად მოსულ ღმერთს ნიშნავს და რომ მას იგი განრიდებული ამ სოფელს კონცენტრირებული ქრისტეზე მაგრამ მას რო უყვარს ადამიანი და მას რო უყვარს თავის სამშობლო ჩან შემდეგ სიტყვებში რომელი განმზადა წინაშე პირსა ყოვლისა ერისა ნათელი გამობწყინებად აი წინასწარმეტყველება მისი რასახება ნათელი გამობწყინებად წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა მთელ კაცობრიობაზე ლოცულობს გესმით აი განდეგილია თავისი მდგომარეობით არა ფიზიკურად იქ იერუსალიმში ცხოვრობდა მაგრამ თავისი სიყვარულით მთელ სამყაროზე მლოცველია და შემდეგ ვხედავთ რომ როგორ აკურთხებს მარიამს სვიმეონი დედასა უფლისასა და რას ეუბნება ესე დგას ქრისტეზე უნება და ამას ეუბნება ჩვენ გასაგონად ხო თავისთავად ცხადია ქრისტეზე ამბობს ესე დგას ანუ ეს არის მოსულია ჩვენთან ესე დგას ამას ნიშნავს დაცემა და აღდგინებათ მრავალთა ისრაელსა შორის ეს ანუ ილუსტრაცია ხდება სამყაროსი ქრისტესადმი ანუ ქრისტესადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება თუ ვინ არის ადამიანი მიიღებს მას თავის გულში და შეუდგება ის არის აღდგინებული და არ მიიღებს და არ შეუდგება ის არის დაცემული ხო და აი ჩვენ სადავართ ახლა რა ვიცი აბა ვინმე შეუძლია თქვას რომ აღდგინებულია გარანტირებულად ჩვენ შორის ვინმე შეუძლია ეს თქვას რა ვიცი თუ ვინმე შეუძლია ერთმა გაუმარჯოს მაგრამ მე არ შემიძლია კიდევ ვიმეორებ არ შემიძლია მე ამის თქმა და ჩვენ ხედავთ რომ თვითონ ღვთისმშობელს ასეუნება და თვით შენსაცაც სულსა განვიდეს მახვილი და აი აქ ღვთისმშობელი ხო ასევე ჩვენი მაგალითია ყველას იმიტომ რომ როგორც ღვთისმშობელში დამკვიდრდა სიტყვა ღვთისა და ხორციელი იქმნა ხო ჩვენშიც უნდა დამკვიდრდეს ღმერთი ხო ამით ჩვენ ღვთისმშობელს გავართ და სულსა შენსა განვიდეს მახვილი ანუ ღვთისმშობელი არის ქრისტეს ტკივილების თანალმობი და განმცდელი მისი სიყვარულით გამსჭვალული და შესაბამისად ბოლომდე ერთგული აი ესეთი გული უნდა ქონდეს ქრისტიანს ქრისტიანი გოლგოთამდე ერთგული უნდა იყოს ქრისტესი მისი უერთგულესი უნდა იყოს და მზად უნდა იყოს მოკვდეს მისთვის აი როგორც ღვთისმშობელი იყო აი ესე აღსებული გონება მიუწვდომლად აღსებული თავისი ღვთაებრივი ძის სიყვარულით რომ მისი ძის ამიტომ სულ სამახვილი ანუ ფაქტიურად ეს იტანჯებოდა მთელი სისავსით თავისი ღვთაებრივი ძის ტანჯვის გამო და აი ამ ყველაფრით ქრისტესადმი დამოკიდებულებით და ჩვენი გულის მდგომარეობით რომ ღმერთი ჩემთვის მოვიდა და ჩემთვის მოკვდა და ამიტომ ტიროდნენ წმინდანები ხო აი ღვთისმშობლის გული ქონდათ იმ წმინდანებს რომლებიც ქრისტეს სახელის ხსენებაზე ტიროდნენ იმიტომ რომ გესმით რა მოხდა მოვიდა და მოკვდა იმიტომ კი არ ტიროდნენ რომ ყოვლადძლიერი ღმერთი რომ ყოვლადძლიერია ამის გამო კი არ ტიროდნენ ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლის შემძლე ღმერთი რომ ისე დაიმცრობს თავს რომ შენი ცოდვების გამო იტანჯება და მოკვდება აი ამის გამო ტიროდნენ ამას ვერ უძლებდა მათი გული მათ გულში მახვილი გადიოდა და ტიროდნენ ისინი ეს ყველაფერი განაპირობებს იმას რომ მე ამბობს განცხადეს მრავალთა გულის ზრახვანი ანუ განცხადება გულის ზრახვანი ანუ ჩვენი გული იქნება დამადასტურებელი იმისა თუ ვინა ვართ ჩვენ საშინელ სამსჯავროზე რა დამოკიდებულება ქონდა ქრისტესადმი
გესმით? აი ეს და რამდენად შეხვდა მას და რამდენად განიცდიდა იმას, რაც ღმერთმა მოახდინა და რამდენად გრძნობიერი იყო, ანუ რამდენად ცოცხალი იყო ჩვენი გული, ანუ ჩვენი მისტიკური სიღრმე, რომლითაც ჩვენ უნდა გული გავუყოთ ღმერთს და ღმერთი დამკვიდრდეს ჩვენში და ჩვენ დამკვიდრდეთ ღმერთში, რაც არის საიდუმლოება უდიდესი ახალი აღთქმისა, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტემ მოგვიტანა და მოგვართვა ესე საჩუქრად. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.